გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი შეხვედრით ჩვენ ვიწყებთ ლექციების ციკლს უდიდესი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, წელს 900 წელი შესრულდა მისი გარდაცვალებიდან და მიუხედავად იმისა, რომ ამ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არაერთი ისტორიული წყარო, ნაშრომი თუ ნაკვლევი შეიქმნა, მის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართული საზოგადოება და რაც განსაკუთრებით სამწუხარო ახალგაზრდობა ჯერ კიდევ სათანადოდ არ იცნობს დავითის ღვაწლს, დავითის ფენომენს. არადა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ გსურს რომ ღირსეული ეროვნულ ღირებულებებზე და ფასეულობებზე დამყარებული სახელმწიფო წარმატებული საზოგადოება ავაშენოთ, მაშინ ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქართველის ღვაწლს და თავგადასავალს. ამიტომ ჩვენი ლექციების ციკლის მიზანსაც სწორედ აი ამ ხარვეზის გამოსწორების გზაზე უმცირესი აგურის დადების მოკრძალებული მცდელობა წარმოადგენს. ალბათ არავისთვის არ იქნება საკამათო თუ ვიტყვით, რომ ეპოქა, რომელიც შექმნა დავითმა, იყო და დღემდე რჩება საქართველოს განვითარების მწვერვალად, რამე თუ თავად დავითი არის ქართული გენის და ქართული ნიჭის უმაღლესი გამოვლინება. შეიძლება უფრო მეტიც რომ ვთქვათ, კაცობრიობის ისტორია იცნობს არაერთ გამოჩენილ პიროვნებას. იქნება ეს წარმატებული პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე და რეფორმატორი თუ სახელგანთქმული მთავარსარდალი, ასევე ჩვენი ისტორია იცნობს და კაცობრიობის ისტორია იცნობს არაერთი განსაცვიფრებელი ნიჭის და ინტელექტის მქონე პიროვნებას ან ღრმა სულიერების მორწმუნეს და მოსაგრეს, მაგრამ ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი თვისება, რომ ერთ პიროვნებაში უდიდესი ესე ვთქვათ, დოზით განსხეულებული იყოს, ეს არის უიშვიათესი მოვლენა, ამიტომ შეიძლება გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, რომ დავითის გენი, დავითის ფენომენი არის არა მარტო ქართველიერის მასშტაბით, არამედ კაცობრიობის მასშტაბით, ადამიანზე ღვთისმადლის გარდამოსვლის განსაკუთრებული შემთხვევა. ცხადია, დავით აღმაშენებელი არ არის მარტო ოდენ თურქ-სელჩუკ და ეგზისტენციალური საფრთხისგან ქვეყნის დამხსნელი, ან თუნდაც საქართველოს გამაერთიანებელი. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მის მიერ გატარებულ რეფორმებს, იქნებოდა ეს სამხედრო, სასამართლო თუ სამოქალაქო ადმინისტრაციულ სფეროში, მის განხორციელებულ საეკლესიო ღონისძიებებს თუ კულტურულ საგანმანათლებლო და აღმშენებლობით საქმიანობას. ყველა ამ ღონისძიებით დავითმა ერთგვარად სრულყო და მანამდე არნახული სიმაღლეებისკენ გაუკაფა გზა ქართველიერის მსოფლიოს მოწინავე ხალხად ჩამოყალიბების პროცესს და მაინც მიუხედავად ყოველივე ამისა, რომ არა დავითის გასაოცარი და შეუპოვარი ბრძოლა თურქ-სელჩუკების მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უდიდესი უბედურების წინააღმდეგ დღეს ვერც საქართველო და ვერც ამიერკავკასია ვერ შეძლებდა თავისი სახით დღევანდელ დღემდე მოღწევას. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი ლექციების ციკლში დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის ყველა სფეროს სათანადო სისრულით შევეხებით, მაგრამ იმისათვის რომ უფრო ნათელი გახდეს თუ რაოდენ დიდ საფრთხეს წარმოადგენდა სელჩუკების მოვლენა, სელჩუკური მოვლენა, ჩვენ გსურს რომ დღევანდელი ლექცია მათ შესახებ საუბრით დავიწყო და იმისათვის რათა ნათელი გახდეს ამ მოვლენის, როგორც აღნიშნეთ, ესე ვთქვათ, მასშტაბები და სიმძიმე, მათ შესახებ საუბარს მოკლედ, მაგრამ შედარებით შორიდან დავიწყებთ. მაშასე სელჩუკები მე-11 საუკუნეების მიჯნაზე თურქული ოღუზთა ტომის წიაღიდან გამოვიდნენ. ეს ოღუზები ცენტრალურ აზიაში თანამედროვე ურალსა და არალის ტბას შორის ზღვას შორის მოსახლეობდნენ, მომთაბარეობდნენ, ისინი განვითარების დაბალ საფეხურზე იდგნენ და ძირითადად თავს მესაქონლეობით და სამხედრო მოქირავნეობით ირჩენდნენ. პირველი ისტორიული პიროვნება, ვინც აი ამ სელჩუკების ტომის გენეზისის პროცესში გამოიკვეთა, გახდათ ვინმე დუკაკი. სწორედ აი ამ დუკაკის შვილი სელჩუკი ითვლება ამ ტომის მამამთავრად და ფუძემდებლად. სელჩუკი უკვე იმდენად დაწინაურდა ტომის ცხოვრებაში, რომ მან პრობლემები შეუქმნა ტომის ბელადს, რომელიც ამ დროს იაბღუს ტიტულს ატარებდა. მართალია ამ დროს სელჩუკის ირგვლივ მრავალრიცხოვანი მომხრეები არიან შეკრებილი, მაგრამ მას როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ შესწევს იმის ძალა, რომ ტომის ბელადს დაუპირისპირდეს, ამიტომ ის გაცლას ამჯობინებს და თავის მომხრეებთან ერთად დასავლეთით ქალაქ ჯენდში მოდის. მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიაში ეს არის პერიოდი, როდესაც არაბთა უძლიერესი სახალიფო დაშლილი არის და მის ადგილას ურთიერთ მოკიშპე მაჰმადიანური პოლიტიკური ერთეულები არის ჩამოყალიბებული.
დასავლეთით ირანში მოსული სელჩუკი და მისი მომხრეები იღებენ სუნიტურ მაჰმადიანობას, რომელიც შემდგომში სელჩუკების ეროვნული იდენტობის მთავარი მარკერი ხდება და იწყებენ ბრძოლას თვითდამკვიდრებისა და ტერიტორიული გაფართოებისათვის. ეს არის პერიოდი, როგორც მოგახსენეთ, როდესაც მახლობელ აღმოსავლეთში ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკური მაჰმადიანური ერთეულები უპირისპირდებიან. სელჩუკი და მისი მომხრეები ამ მდგომარეობას სათავისოდ ძალიან კარგად იყენებენ და თუ სამანიდების, თუ ყარახანიდების და თუ ღაზნევიანების დროშის ქვეშ ან მათ წინააღმდეგ ბრძოლით აფართოებენ თავიანთ სამფლობელოებს. ამ ხრივ განსაკუთრებულ დიდ წარმატებას სელჩუკის შვილიშვილებმა თოღრულბეგმა და ჩაღრიბეგმა მიაღწიეს. საერთოდ თუ ამ ტომის მამამთავრად, როგორც აღვნიშნეთ, ითვლება სელჩუკი, ამ სელჩუკების სახელმწიფოს და სახელმწიფოებრივ ფუძემდებლად და სახელმწიფოს შექმნელად სწორედ სელჩუკის შვილიშვილი თოღრულბეგი ითვლება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1038 წელს სარახსთან გამართულ ბრძოლას, როდესაც თოღრულბეგმა დაამარცხა ღაზნევიანი შაჰი და მას უმნიშვნელოვანესი ქალაქი ნიშაბური წაართვა. კიდევ უფრო დიდი შედეგების მომტანი აღმოჩნდა 1040 წელს დენდანეკანთან გამართული ბრძოლა, როდესაც სელჩუკებმა ასევე ბრწყინვალედ გაიმარჯვეს ღაზნევიანებზე და შეძლეს რომ თოღრულბეგის სულთნად გამოეცხადებინათ. დენდანეკანის ბრძოლის შემდეგ სელჩუკებს უკვე გზახსნილი ჰქონდათ როგორც ერაყის მიმართულებით, ასევე ბიზანტიის და ამიერკავკასიის მიმართულებით. 1055 წელს თოღრულბეგი ფაქტობრივად უბრძოლველად შევიდა ბაღდადში აბასიანთა სახალიფოს სახელგანთქმულ დედაქალაქში. ხალიფა ქაიმმა, რომელიც მანამდე ბუვეიანების მძევალს წარმოადგენდა, მას თავზე ორქიანი გვირგვინი დაადგა და დასავლეთის და აღმოსავლეთის ამირად და სულთნად გამოაცხადა. აი ასე ჩაეყარა საფუძველი ეგრეთ წოდებულ დიდ სელჩუკთა იმპერიას და დაიწყო მათი სწრაფი და თავბრუდამხვევი დაპყრობების და წარმატებების ეპოქა. რაც შეეხება საქართველოს, ცხადია, ისეთი უმნიშვნელოვანესი რეგიონი, როგორიც საქართველო და ამიერკავკასია გახდათ, თავიდანვე მოექცა სელჩუკთა დამპყრობლურ თვალსაჩინში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი ესე ვთქვათ, პირველი ოფიციალური ლაშქრობა საქართველოში შედარებით მოგვიანებით, კერძოდ 1064 წელს განხორციელდა. ამ დროს უკვე სულთანი თოღრულბეგი გარდაცვლილი არის და მის მაგივრად ტახტზე მისი ძმისშვილი ალფ-არსლანი იმყოფება. საქართველოში 1064 წელს განხორციელებულ ლაშქრობას თავად სულთანი ალფ-არსლანი მეთაურობდა და მას ასევე თან ახლდა მისი ვაჟი და მომავალი სულთანი მალიქ-შაჰი და პირველი ვაზირი ნიზამ ალ-მულკი. მტერი საქართველოს სამხრეთიდან მოადგა და ახალქალაქზე მიიტანა იერიში. როგორც ისტორიული წყაროები გადმოგცემენ, ახალქალაქის დამცველებმა სელჩუკებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ როდესაც მიხვდნენ რომ ქალაქის კედელი, რომელიც მშენებლობაც როგორც ჩანს ამ დროს ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, მათ ვერ დაიცავდა, გადაწყვიტეს რომ ქალაქის გარეთ გამოსულიყვნენ და სელჩუკებზე იერიში მიეტანა და მართლაც ესე მოხდა და საკმაოდ დიდი ზარალიც მიაყენეს სელჩუკებს, მაგრამ სამწუხაროდ მტრის მრავალრიცხოვნებამ თავისი გაიტანა და ალფ-არსლანმა შეძლო ახალქალაქის აღება. მატიანე ქართლისაის ავტორი გადმოგცემს რომ შევიდნენ ქალაქნად თურქნი და უამრავი ქრისტიანი დაატყვევეს და მოკლესო. ისე რომ შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითაო, გადმოგცემს იგივე მემატიანი. სხვათა შორის ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა დიდი საეკლესიო მამის გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი გიორგი ხუცესმონაზონი, რომელიც საკმაოდ ესე ვთქვათ მუქ ფერებში აღწერს ალფ-არსლანის მიერ დატრიალებულ აი ამ ტრაგედიას, როდესაც აცხადებს რომ არა მარტო ახალქალაქის მკვიდრნი მოისმნენ, არამედ დიდნი და წარჩინებულნი მთავარნი და ერისთავნი სამეფოსა ჩვენისა ძვირად მოისმნენ და წარსდნენ, რომლისა მიერ ღვთისმსახური მეფე ბაგრატ დიდთა მწუხარებათა შთავარდაო. თურქ-სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი მეორედ საქართველოს უკვე 1068 წელს შემოესია, ამ დროს ის აღმოსავლეთიდან მოვიდა და ჰერეთში შევიდა, ვინაიდან აქ მას ბაგრატის მომხრე ერისთავები ეგულებოდა.
ეს არის ის პერიოდი, როდესაც საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე კახეთის შემოსაერთებლად ემზადებოდა და ამიტომ კახეთის მეფე აღსართანი მისი შიშით ჩრდილო კავკასიაში იყო გახიზნული. როგორც კი აღსართანმა გაიგო ალფარსლანის ლაშქრობის შესახებ, ის სულთანს იახლა, ქრისტიანობა დაუტევა, მაჰმადიანობა მიიღო და ამით სამეფოს დაბრუნებას ეღირსა. კახეთ-ჰერეთის აოხრების შემდეგ ალფარსლანი ქართლშიც გადმოვიდა და ქართლშიც ესე ვთქვათ ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნა. იგივე მე-11 საუკუნის ავტორი მატიანე ქართლისაის ავტორი გადმოგცემს, რომ ამ ალფარსლანის ლაშქრობის შედეგად მოისრა ურიცხვისული ქრისტიანეთა და ტყვე იქმნა და საძეგელ ქვეყანა ქართლისა სახილველად კაცდა. მოუხდეს ყოველნი ეკლესიანი და სიმრავლით ამ ძორისაი და არღარა დაედგმოდა თვალი ქვეყანას. აი ასეთ მუქფერებში აღწერს მე-მატიანე ალფარსლანის ლაშქრობას ქართლში. მოსახლეობის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ამ დროს საკმაოდ მკაცრი ზამთარი იყო, ისე რომ მე-მატიანეს სიტყვით, ვინც სელჩუკთა מחვილს გადაურჩა, ის ზამთრის სიფიცხემ მოსრაო. სელჩუკები დასავლეთ საქართველოშიც გადავიდნენ ამ ლაშქრობის დროს და მას ხოთაშორის ალფარსლანმა სვერის ციხეც აიღო, თუმცა ამის შემდგომ მან თავისი ლაშქრობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ალფარსლანი ძალიან მოწადინებული იყო, რომ ბაგრატ მეოთხე ხარკის გადახდაზე დაეყოლიებინა. მე-მატიანე გადმოგცემს, რომ ის ელჩებს და საჩუქრებს უგზავნიდა ბაგრატ მეოთხეს და მისგან ხარკის გადახდას მოითხოვდა, მაგრამ ბაგრატის სამაგიერო ასევე ელჩებს და საჩუქრებს უგზავნიდა სულთანს, მაგრამ არასგზით ხარკის ესე ვთქვათ მიცემაზე თანხმობა არ განაცხადა. იგივე ზამთრის მკაცრი პირობებიდან გამომდინარე, ალფარსლანმა უკვე დიდხანს ვეღარ შეძლო ქვეყანაში დარჩენა და მან დატოვა ესე ვთქვათ განადგურებული საქართველო და ისპაჰანში დაბრუნდა. მე-11 საუკუნის 70-იანი წლებიდან მდგომარეობა კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. ამ დროს სელჩუკები ძირითადად სამი მიმართულებით აწარმოებენ, ესე ვთქვათ, დამპყრობლურ შეტევას. სამხრეთით ეს არის ეგვიპტელი ფატიმიდები, დასავლეთით ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ, ხოლო ასევე ჩრდილო-დასავლეთით საქართველოს და ამიერკავკასიის მიმართულებით. მე-11 საუკუნის 70-იან წლებში, კერძოდ 1071 წელს, სომხეთის ქალაქ მანასკერტთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა სელჩუკებსა და ბიზანტიის იმპერიას შორის. ამ საეტაპო მნიშვნელობის ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფა-არსლანმა, აი თქვენ ახლა ხედავთ ილუსტრაციას მანასკერტის ბრძოლის შესახებ. აი ამ ბრძოლაში საეტაპო მნიშვნელობის დაპირისპირებაში თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფა-არსლანმა სასტიკად დაამარცხა ბიზანტიის იმპერიის ლაშქარი და მან თვით რომანოს მეოთხე დიოგენი იმპერატორიც კი ტყვედ ჩაიგდო ხელში. აი ეს არის რუკა მანასკერტის ბრძოლის ამსახველი და მინდა ქვე ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ აი ნიკა ხოფერიას სამხედრო ბლოგის ისტორიის ესე ვთქვათ გვერდიდან გვაქვს ეს რუკა აღებული. მანასკერტის ბრძოლის შემდეგ ანატოლიიდან ბიზანტიის განდევნის და იქ სელჩუკთა დამკვიდრების პროცესმა უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რაც საბოლოო ჯამში მცირე აზიაში თურქ-სელჩუკთა რუმის ძლიერი სასულთნო ჩამოყალიბებით დასრულდა, რომლის პირველ სულთნადაც ცნობილი თურქი მთავარი სულეიმანი ითვლება. რაც შეეხება საქართველოს 1072 წლის შემდეგ საქართველოს, როდესაც ბაგრატ მეოთხე გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი გიორგი მეორე ავიდა, საქართველოს როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დამძიმდა. ამ დროს სელჩუკთა ტახტზე იმყოფება მალიქ-შაჰი, აი სწორედ მის ესე ვთქვათ მინიატურას ხედავთ მისი გამოსახულებით ახლა თქვენ ეკრანზე. გიორგი მეორის ახალგაზრდობით ისარგებლეს სამეფოს ფეოდალებმა და ქვეყანა აშალეს. კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ბაღვაშმა კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაარბია. ნიანი აქვაბულის ძეს ქუთაისი და მისი საჭურჭლე გაუძარცვავს, ხოლო ვარდან სვანთა ერისთავმა სვანები ააჯანყა და საეგრო ამოწყვიტაო გადმოგცემს მე-მატიანე.
გიორგი მეორემ ურჩი ფეოდალები, აჯანყებული ფეოდალები დაასაჩუქრა, მაგრამ ნუ ცხადი ამან ესე ვთქვათ საქმეს ვერ უშველა. კიდევ უფრო მძიმე იყო, როგორც მოგახსენეთ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება. ამ დროს საქართველოს წინააღმდეგ გამოილაშქრა განძის მმართველად დატოვებულმა სარანგ სავთეგინმა, ის განძის მმართველად მალიქ-შაჰმა დატოვა და მას როგორც მემატიანე გადმოგცემს 58000-იანი ლაშქარის დაუტოვა მისათვის, რომ პერმანენტულად ელაშქრა საქართველოში და მიმდებარე ტერიტორიებზე. ბრძოლა მოხდა 1075 წლის მახლობლად ფარცხისთან, სადაც გიორგი მეორემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. სხვათა შორის ამ ბრძოლაში სარანგ სავთეგინი მარტო არ იყო, მას დვინის, ესე ვთქვათ, ამირაც ეხმარებოდა, დვინის და დმანისის ამირებიც ეხმარებოდნენ. ეს იყო დიდი მნიშვნელობის გამარჯვება, რომელიც გიორგი მეორემ მოიპოვა. გიორგი მეორემ ასევე წარმატებებს მიაღწია სამხრეთ-დასავლეთით ბიზანტიის იმპერიის მიერ მიტაცებული ისტორიული ქართული ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისითაც და ნუ ცხადი ახლა საქართველოს მეფის ასეთი დიდი წარმატებები თურქ-სელჩუკთა სულთნის ინტერესებში არ შედიოდა, ამიტომ მან დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა გიორგი მეორის წინააღმდეგ, რომელსაც ცნობილი თურქი ამირა აჰმადი უსარდლა. სელჩუკებმა ოლთისი და არზუმი დაიკავეს და აქედან მოულოდნელად თავს დაესხნენ ყველის ციხეში დაბანაკებულ გიორგი მეორეს. მემატიანე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ლაშქრობა თურქ-სელჩუკთა ეს თავდასხმა მომხდარა შინაგანცემითა ქრისტიანეთაითაო, ანუ ხალათს ჰქონდა რა ადგილი. ამირ აჰმადის ლაშქრობა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გიორგი მეორემ ვერანაირი წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა და იძულებული გახდა აჭარაში გადასულიყო. სელჩუკებმა დაარბიეს საქართველო, უამრავი ნადავლი ჩაიგდეს ხელთ და ესე ვთქვათ სიმდიდრით დატვირთულები ვრუნდებოდნენ თავიანთ სამშობლოში და აი აქ ძალიან საინტერესო რა, ძალიან ესეთ ახალ ეტაპზე იწყებს საუბარს მემატიანე, კერძოდ დავითის ისტორიკოსი. როდესაც უკან ბრუნდებოდა ამირ აჰმადი, მას გზაში შემოხვედრია მეორე თურქ-სელჩუკთა მეორე დიდი ურდო, ვინმე ისაბორის და აბუ იაყუბის მეთაურობით და ეს თურქ-სელჩუკთა ლაშქარი მიდიოდა ბიზანტიის იმპერიის მიმართულებით, რათა დიდი ნადავლი მოეპოვებინათ და ჩაიგდოთ ხელში. და მათ შორის გაიმართა ასეთი დიალოგი. ამირ აჰმადი ეუბნება თავის თანამოძმეებს: რად წარხვალთ საბერძნეთად? აჰა, ქვეყანა საქართველო უკაცური და სავსე ისევითარითა სიმდიდრითაო. და მართლაც აი ამ სელჩუკებმა შეცვალეს გეზი, შემოვიდნენ საქართველოში და ესე დაიწყეს ქვეყნის აოხრება და ძარცვა და მემატიანე გადმოგცემს, რომ ეს იყო პირველი თურქობაო. პირველი დიდი თურქობაო. რას ნიშნავს ტერმინი დიდი თურქობა, ჩვენ ამას ახლავეს ავხსნით. და აი ასეთი საოცარი მუქი ფერებით აღწერს აი ამ ახალ ეტაპს, ანუ დიდი თურქობის დასაწყის მემატიანე საქართველოში. დღესაივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთის ზღვისპირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა. მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქვეყანათა მკვიდრი ყოველი და მას ერთსა დღესა დაწვეს ქუთათისი და არტანუჯი და უდაბნუნ იგი კლარჯეთისანი. ეხლა რაოდენ გადაჭარბებულიც არ უნდა იყოს მემატიანის ეს სიტყვები და თავისთავად ცხადია გადაჭარბებული, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთ დღეში ახლა ქუთაისი და არტანუჯი და ესე ვთქვათ კლარჯეთი დაეწვათ თურქებს. ის კარგად აჩვენებს თურქ-სელჩუკთა ამ ამაოხრებელი ლაშქრობის ესე ვთქვათ დამანგრებელ მასშტაბებს. თურქებმა შემოდგომამდე ზამთრამდე დახვეს აქ, დაარბიეს, გაძარცვეს და ქვეყანა დაატყვევეს უამრავი ქრისტიანი და უკან დაბრუნდნენ. მაგრამ უბედურება არა მარტო ის გახდათ, რომ ქვეყანა აოხრდა და მოსახლეობა ესე ვთქვათ დარბეული იქნა, არამედ ის და ყველაზე მთავარი ეს გახლავთ სწორედ, რომ ამ პროცესმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. ამიერიდან თურქები გაზაფხულის პირზე მოდიოდნენ საქართველოში, იწყებდნენ ქვეყნის გაძარცვას, ქვეყნის დარბევას, მოსახლეობის დატყვევებას და ნადავლის ხელში ჩაგდებას. ესე გრძელდებოდა შემოდგომას ბოლომდე, ზამთარში ისინი მიდიოდნენ და მომდევნო გაზაფხულზე კვლავ იგივე პროცესი იწყებოდა. სწორედ აი ამ შინაარსით ხმარობს მემატიანე ტერმინს დიდი თურქობა.
ცხადია, ამან ქვეყნის ეკონომიკის პარალიზება გამოიწვია, ისე რომ იგივე დავითის ისტორიკოსის გადმოცემით, ქვეყანაში აღარ იყო აღარც ხმნა, აღარც თესვა, აღარც მკა. სამეფო მოხვდა და გატყიურდა, სადაც კაცთან ნაცვლად გარეული მხეცები დათარეშობდნენ. მემატიანე აღნიშნავს, მემატიანე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოსახლეობა უკიდურესად მძიმე ვითარებაში იყო ჩავარდნილი და პირდაპირ აღნიშნავს, რომ მოხუცებულნი არაშეწყალებული იქნეს, ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკვეთებულ, ჩვილნი მიმოდატაცებულ, ცეცხლი უცხო და ბრძოლი, რომლითაც მოიწოა შენებული ყოველი მდინარენის სისხლთანი ნაცვლად წყლისა ნაკადულთა. და აქვე უმატებს, რომ წმინდანი ეკლესიანი თურქი სელჩუკების ცხენების საჯინიბებად იქცა, საკურთხევლები, წმინდა საკურთხევლები მათი არაწმინდების ადგილად, სადაც სასულიერო პირებს პირდაპირ წირვის დროს კლავდნენ და მათი სისხლი მეუფის სისხლში, ანუ ქრისტეს სისხლში იყო აღრეული. აი ესეთ უაღრესად მძიმე და მუქ ფერებში გადმოგვცემს მემატიანე დიდი თურქობის შედეგებს. ახლა ასეთი უბედურების შემხედვარე საქართველოს სამეფო კარი და პირადად გიორგი მეორე იძულებული გახდა კომპრომისზე წასულიყო და 1083 წელს ის მიდის ისპაჰანში სელჩუკთა სულთან მალიქ-შაჰთან და თანხმდება ხარკის გადახდაზე იმისათვის, რათა სანაცვლოდ სულთანმა საქართველოს ზედამარბებელ თურქთაგან გაანთავისუფლოს. ამასთან დაკავშირებით დიდი ივანე ჯავახიშვილი შენიშნავდა ამგვარად საქართველოს სამეფო კარი და გიორგი მეფე სიხარულით დათანხმდნენ იმას, რასაც რის ესე ვთქვათ გადახტანო ხარკის გადახდას, რის გადახდასაც ესე კატეგორიულად უარყოფდა მისი მამა ბაგრატ მეოთხე, ამდენად ესე ვთქვათ ილაჯგაწყვეტილი იყო მაშინდელი საქართველოს თურქთა ძარცვისგან და შემოსევისგან აღნიშნავს დიდი ისტორიკოსი. თუმცა მემატიანე მაგალითად გიორგი მეორეს ამ ნაბიჯს სულის გაწირვა და ქვეყნისთვის თავის დადებად უთulis და გახარებული აღნიშნავს, რომ აი მალიქ-შაჰმა აღუსრულა ყველა სათხოვარი, ანუ ხარკის მიცემის სანაცვლოდ დათანხმდა ზედამარბებელ თურქთაგან განთავისუფლებაზე. ქართულ ისტორიოგრაფიაში დღეს სამართლიანად არის შენიშნული, რომ მაშინდელ პირობებში ეს ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო. მართალია ხარკი, რომელსაც მრავალ წელთა აღიიღებდა სულთანი საქართველოსთან საკმაოდ მძიმედ დააწვა საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ მეორეს მხრივ ესე ვთქვათ, ქვეყანა განთავისუფლდა სულთნის მიერ გამოგზავნილი მარბეველი ლაშქრისგან, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს სამეფომ ესე ვთქვათ თურქ-სელჩუკებისგან მოისვენა. არა, ამ დროს თურქმანი მომთაბარე ტომები, რომლებიც თვით სულთანსაც აღარ ემორჩილებოდნენ, როგორც მოგახსენეთ, პერმანენტულად დათარეშობენ საქართველოში, რაც ესე ვთქვათ, ესეთ უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას. ყოველივე ამას უნდა დავუმატოთ მემატიანის მიერ აღწერილი ბუნებრივი კატაკლიზმები, კერძოდ უსაშინლესი მიწისძვრა და ამასაც საოცრად ესე ვთქვათ მუქ ფერებში აღწერს მემატიანე, როდესაც ამბობს, რომ ისეთი ძლავრი იყო მიწისძვრა, რომ მთები მტვრის გროვებად იქცეოდა და სახლები კიდევ დაიქცა და მათში მცხოვრებთა საფლავებად იქცეოდა. აი საილუსტრაციოდ ესეთი მაგალითი მოყავს, რომ ნიანია ქვაბულის ძე თმოგვის ციხეში მყოფი თავის ცოლ-შვილთან ერთად ესე ვთქვათ მიწამ შთანთქა და თმოგვის ციხეც მასთან ერთად მიწაში შთაინთქაო. მაგრამ მემატიანი აღნიშნავს, რომ აი ასეთი დიდი უბედურების შემდეგ უფალმა წყალობით მოხედა საქართველოს მის ქვეყანას, რამე თუ იწყო ამ მიერიდან აღმოცისკრებად მზემან მეფობისამან დავითისაო. და იქ საოცარ სიტყვებს ხმარობს შედარებებს მემატიანე ის ნიავის საამო ნიავის მობერვას ადარებს დავითის მეფობის დასაწყისს და როგორც მოგახსენეთ მზის აღმოსვლას ადარებს დავითის გამეფებას. ეხლა უშუალოდ სანამ დავითის მეფობის პერიოდს შევეხებოდეთ, გვინდა აქ ერთი ესე ვთქვათ საკამათო საკითხს შევეხოთ დავით აღმაშენებლის გამეფების საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ ქართულ ისტორიოგრაფიაში ესე ვთქვათ განსხვავებული მოსაზრებები არის გამოთქმული დავით აღმაშენებლის ტახტზე ასვლის გარემოებებთან დაკავშირებით.
ნაწილი ისტორიკოსებისა მაგალითად თვლის, რომ ამ დროს საქართველოს სამეფო კარზე მოხდა პოლიტიკური გადატრიალება და თქვენ არაერთ ნაშრომში შეხვდებით აი ასეთ ციტატას, რომ თითქოს 1099 წელს საქართველოს სამეფო კარზე მოხდა პოლიტიკური გადატრიალება, ქვეყნის მომავლით დაინტერესებულმა პირებმა აიძულეს მეფე გიორგი მეორე გადამდგარიყო და მეფობა თავისი 16 წლის ვაჟის დავითისათვის დაეთმო. ამ მოსაზრების, ესე ვთქვათ, ანუ მოხდა რევოლუცია რა, ესე ვთქვათ, ეს ამის თქმა უნდათ ისტორიკოსებს და ამ მოსაზრების, ესე ვთქვათ, დასამტკიცებელ არგუმენტად ისინი იშველიებენ დავით აღმაშენებლის მიერ შიომღვიმის მონასტრისადმი შეწირულობის სიგელის და ასევე დავით აღმაშენებლის ანდერძის ცალკეულ მონაცემებს. განვიხილოთ ისინი, ესე ვთქვათ, ცალ-ცალკე. დავით აღმაშენებელი შიომღვიმისადმი შეწირულობის სიგელში ასეთ რამეს ითხოვს, რომ მილოცონ ესე რომ დავითს სიყრმის ცდომილებანი და შეწოდებანი მიუტევე უფალოო, მაგრამ ეხლა ისტორიკოსებს გარკვეული აქვთ, რომ ეს არის ფსალმუნის პერიფრაზი, დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნის პერიფრაზი, ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემი სათანო მოიხსენებ უფალო და ამიტომ აქ ისეთი შორს მიმავალი დასკვნის გაკეთება, რომ თითქოს აი ამ სიტყვებში მეფე ნანობს მამის მიერ მიმართ განხორციელებულ რაიმე ძალადობას ალბათ უკვე ზედმეტი არის. ასევე დავითი საუბრობს თავის ანდერძში, ასეთ სიტყვას ამბობს, რომ ძლო საწუთრომან და მომაგო ჩემი და მამისა ჩემისა ჭირიო. აქაც სურთ ეხლა ისტორიკოსებს დაინახონ, რომ მამის ჭირზე რომ საუბრობს, ალბათ აი დავითი მამის მიმართ, ესე ვთქვათ, ტახტზე ასვლის დროს განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს, მაგრამ აქ როგორც ვხედავთ ჩვენ პირდაპირ ესეთი არანაირი ცნობა არ გვაქვს. საბოლოო ჯამში მაინც აი ეს ეჭვები, რომ რაღაც გადატრიალებას და ძალადობას ჰქონდა ადგილი, გამოიწვია იმან, რომ მაშინ, როდესაც დავითი ადის ტახტზე 1099 წელს, მამამისი ცოცხალი არის, არა და ტრადიციულად საერთოდ ახალი მონარქის ტახტზე ასვლა მაშინ ხდებოდა, როდესაც ესე ვთქვათ, მეფე გარდაიცვლებოდა. მაგრამ ჩვენ პირდაპირ ესე ვთქვათ, ცნობები გვაქვს და რატომ არ უნდა გაუწიოთ ანგარიში არ მესმის ამ პირდაპირ ცნობებს, კერძოდ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ამას მარტო, როდესაც დავითის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით საუბრობს, რომ ამას მარტოდ შობილსა გიორგისაგან თვით მამამან დაადგა გვირგვინი მეფობისა და უჭეშმარიტესი ვთქვათ, თვით მამამან ზეცათამან პოვა დავით მონათვისი და საცხებელი მისი წმინდა სხომას. ანუ რას ამბობს მემატიანი, რომ თვით გიორგი მეორემ თავისი ხელით დაადგა თავის ვაჟს თავზე გვირგვინი და უფრო ჭეშმარიტი რომ თქვათ, თვით მამა ღმერთმა პოვა დავითი დაიყვანა ტახტზე. ეხლა წარმოიდგინეთ, რაოდენ ცინიზმი იქნებოდა მემატიანის მხრიდან ამის განცხადება, ის ხო, როდესაც წერდა დავითის ისტორიას, თანამედროვეები წაიკითხავდნენ ამას და ხო ეცოდინებოდათ რეალობა როგორი იყო და როგორი ცინიზმი იქნებოდა, რომ ესე ვთქვათ, დავითს რაიმე ძალადობა ქონოდა განხორციელებული მამის მიმართ და ამ დროს მას განეცხადებია, რომ აი მამამ თავისი ხელით დაადგა გვირგვინი თავზე და მამა ღმერთმა პოვა. ამიტომ ფიქრობთ, რომ არანაირი საფუძველი 1099 წელს რაიმე პოლიტიკურ გადატრიალებასთან დაკავშირებით ჩვენ არ უნდა გქონდეს ისტორიულ წყაროებში და ის რომ გიორგი მეორე 1099 წლის შემდგომაც ესე ვთქვათ პატივში იმყოფება, ამისი დასტური არის ის რომ რუის ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლის წერის სინოდიკონში გიორგი მეორე უფრო მაღალი პატივით მეფის პატივით მოიხსენიება ვიდრე თავად დავითი. ამრიგად ჩვენ ვფიქრობთ და ვემხრობით იმ მოსაზრებას, ისტორიოგრაფიაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ დავითი თავიდან იყო თანამოსაყდრი, ანუ ჩვენ გვაქვს შემორჩენილი ხელნაწერი დაახლოებით 1085 წლით დათარიღებული, სადაც დავითი მეფედ მოიხსენიება. ისტორიკოსები სამართლიანად შენიშნავენ ამასთან დაკავშირებით, რომ როგორც ჩანს 1093 წელს, როდესაც გიორგი მეორე მიდის ისპაჰანში მალიქ-შაჰთან შესახვედრად, ის თანამოსაყდრად აკურთხებს თავის ვაჟს. ეს ჩვეულებრივი მიღებული ტრადიცია იყო თავის დროზე, როდესაც ბაგრატ მეოთხე ბიზანტიაში მიდიოდა, მან ასევე თანამოსაყდრად აკურთხა, ესე ვთქვათ, გიორგი მეორე და როგორც ჩანს 1099 წელს ჩვენ საქმე გვაქვს ორ მეფობასთან. დავითი მამას ახავს ტახტზე ისე რომ თვითონ გიორგი მეორეც ესე ვთქვათ მეფე არის, ну თავისთავად ცხადია რომ 1099 წლის შემდგომ რეალურ პოლიტიკურ კურსს ახორციელებს დავით აღმაშენებელი და მისი ესე ვთქვათ მომხრე გუნდი და მის მომხრე გუნდში სწორედ ერთ-ერთი პირველი უნდა ვიგულისხმოთ ჩვენ მისი მამა გიორგი მეორეც. ჩვენ ამით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და მომდევნო ესე ვთქვათ ლექციაში უკვე ჩვენ საკუთრივ დავით აღმაშენებლის მეფობის პირველ პერიოდზე ესე ვთქვათ განვაგრძობთ საუბარს. გმადლობთ ყურადღებისათვის.